ახალ ამბებს ეთუნა ინცკირველი გაგაცნობთ. ზებლატავა და მე ჩავიდა და იქ მოსახლეობას ემუქრებოდა რომ კადრ დავივლით და ყველას დავიჭერთ. ჰესები აქ ბანკის სხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას გახარიას და თურნავას აკისრებს. წარმოდგენა არა აქვს ამ ქვეყანაზე, წარმოდგენა არა აქვს კავკასიაზე, არაფერი არ იციან. გუშინ ჩვენაც ვიხილეთ ეს იყო აქტორის მუშაობას იცავდა 35 პოლიციელი. ეს იყო შეურაცხყოფელი. გადაამეტა წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. თუ ამბობს ბატონი გახარია ამას და თუ ამის პრაქტიკა. ისის ხეობაში ადგილობრივები დაკავებებს ელოდებიან. მოსახლეობა ყოველდღიური მოლოდინშია, რომ და პროტესტი იქნება ადგილობრივებში. ზესტაფონში დამწვარი ავტომანქანა ფარგლებში უამრავი დარღვევა ხდება მოხდა ჩემი ხარდამჭერის მანქანის დაწვა რომელიც დღეს მიდიოდა პლაკატებში დიდი მადლობა მგლისთვის ეხა ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხთენილი ფრაზები და ეგ გავიგე დიდი მადლობა მაგრამ მთავრობა ყავს ეგეთი რომ გჭირდება ფინანსთა მინისტრის და ოპოზიციის დაპირისპირება პარლამენტში ომეგას საქმე ჩეკმა თქვენ ტყუილში გამხილათ აზი მხოლოდ 12 წუთით გაჩერდა და ახლა პრობლემა 26 შემთხვევაში გახდა საჭირო ამჯერის მანქანას ცეცხლი მოხდა თბილისში ეს არის ერთ-ერთი ფაქტი და არა ერთადერთი რომელიც ხორციელდება მასობრივ პირდაპირ შემიძლია და ვადანაშაულოს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე რომელიც პირადად აღწევს მათზე ზეწოლას თუ კი არ არიან მისი მხარდაჭერები ეს არ აქვს მნიშვნელობა ვახტანგ რობაქიძეს უჭერენ მხარს თუ სხვა რომელიმე კანდიდატს ეს ადამიანი პირდაპირ ემუქრება ციხით მაქვს ინფორმაცია რომ გადაცემულია 23 ადამიანის სია რომელი 23 ადამიანისგან არ ვიცი რამდენი დაჭერას მოახდენენ ესენი არიან უდანაშაულო ადამიანები უბრალოდ არ დგანან მის გვერდით ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ხედავთ ამ ავტომობილს მიტოვებულია სრულიად უმეთვალყურეოდ ეს ავტომობილი უნდა ყოფილიყო გადაყვანილი შესაბამის ორგანოში შესაბამის ადგილას არის ექსპერტიზა ჩაუდარდებოდა ექსპერტიზა თუ მიაჩნიათ პოლიციას სურათების გადაღება მარტო მე არ ვფიქრობ რომ ეს სწორია ჩვენ მხარდამჭერის ავტომობილი ჩვენი აზრით და ჩვენი მერობის კანდიდატის აზრით არის ერთ-ერთი ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტი ეს მანქანა დღეს უნდა წასულიყო თბილისში უნდა ჩამოეტანა ბუკლეტები და შესაბამისად ჩვენ ხელი შეგვეშალა წინასაარჩევნო კამპანიაში კონკრეტულად არავის ხელს არ ვადებ და არაფერს არავის არ ვაბრალებ არც კერძო პიროვნულ ადამიანს არც პოლიტიკურად არც არავის არ ვაბრალებ მე მანქანის დაწვას რატომ იძახეს მაშინის იმას რომ ავტომობილი დაწვეს განძრახ ანუ მაგაზე დაუკავშირდი ჩამეტარდა უშუალოდ დაკითხვა იმ საგუში რამესვე და დღესაც პოლიციაში ექსპერტიზაზე არის მანქანა წაყვანილი, გადაყვანილი ყავთ და დაადგენეს სავარაუდოდ მიზეზს და მე როგორც სახში ბინასთან დავაყენე მანქანა ავედი სახში და რამოდენიმე წუთში გადმოვიხედე ფანჯრიდან და ამლიდგა როგორც მოისმინეთ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუხარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს ვახტანგ რობაქიძის ინფორმაციით მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ახორციელებს ბრალდებებს აბსურდულს და ტყუილს უწოდებს თავად შალვა კიკნაველიძე დარწმუნებული ვარ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს გამოიზიებს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და სიმართლეც გაირკვევა. რაც შეეხება ბრალდებებს, ეს არის აბსურდი, ტყუილი, ხდება სისრულის ტირაჟირება და ხდება ბენზური მეთოდებით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და ძალიან სამწუხაროა რომ ოპონენტები ამ წელს ირჩევენ. ისინი საუბრობენ ბატონ შალვა რომ მხარდამჭერების მიმართ ზოგადად ზესტაფონში ზეწოლა ხშირად ხორციელდება თუმცა ვისი მხრიდან ამის შესახებ კონკრეტულად ისინი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ მაგათად კონკრეტულ გვარებს. პრეცედენტი არ არსებობს, ეს არის აბსურდი, ეს არის ტყუილი და ვეცდებით ეს ჩვენ არაფერში ვჭერდება. უკვე მეორე დღეა ბანკის ხეობაში იმ ადგილას, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი და ბანკისელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ახლა სიმშვიდეა, თუმცა ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სამართალდამცველები ისევ რჩებიან. სამი დამწვარი მანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა პოლიციის ეზოში გადაიტანეს. ჰესის მშენებლობა კი შეჩერებულია იქამდე, სანამ ბანკის ხეობაში მის აშენებას ბანკისელების ძირითადი ნაწილი არ დათანხმდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ გიორგი გახარიას უწყება მოსახლეობის დაკავებას დაიწყებს, ხეობაში პროტესტის უფრო დიდი დალღა დაიწყება.
მოქმედებები მიმდინარეობს გიორგი გახარიას ინფორმაციით სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო თუმცა თადუმაძის უწყება იგივეს ამ დრომდე არ ადასტურებს სამართალდამცველებს არც დაპირისპირებაში მონაწილე არ ყოფენ ბრალდებას რომ შეტაკების პროვოცირება თავად დაიწყეს. სალომე ვერთაშვილი ესაუბრა დაშავებულებს და უფრო მეც ეთუნა დღეს ჩვენ დილიდან ვიმყოფებით პანკისის ხეობაში და ვცდილობთ მოსახლეობასთან გასაუბრებას. ისინი იხსენებენ 2 დღის წინ სამართალდამცველებს პირებას და როგორც ამბობენ, პროვოცირება მათ არ დაუწყიათ. თავდაპირველად პროვოკაცია დაიწყეს სწორედ სამართალდამცველებმა და სწორედ ამიტომ მოსახლეობა გახდა იძულებული, რომ მათი მისამართით ესროლათ ქვები. დღეს ჩვენ ის ადამიანებიც ვნახეთ, ვინც დაპირისპირების დროს დაშავდა, ერთ-ერთ მათგანს აქ თვალი დაზიანებული, ის იხსენებს რომ ამ დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს და ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ გამოკითხვები საქმესთან დაკავშირებით არ დაწყებულა და ამ მიმართულებით მათ აქვთ, ანუ მოსახლეობას პანკისში აქვთ კითხვები. გარდა ამისა, მოსახლეობა საუბრობს იმაზეც, რომ მთავარი პრობლემა ამ საკითხში არის ის, რომ არის კომუნიკაციის ნაკლებობა სახელმწიფოს მხრიდან და 2 დღის შემდეგაც კი მათთან კომუნიკაცია მინისტრთა კაბინეტს ან თუნდაც ახმეტის მერს ან კომპანიას, რომელსაც აქ სამშენებლო სამუშაოების დაწყება სურდა, საუბარია ჰესის მშენებლობაზე, არ ქონიათ. გარდა ამისა, დღეს სიმშვიდეა, როგორც უკვე ითქვა და როგორც უკვე ცნობილია, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში. მე ახლა მოგიყვებით რა ვითარებაა სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც 2 დღის წინ დაპირისპირება მოხდა. ტერიტორია კვლავ შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. თქვენ კადრშიც დაინახავთ ახლა, რომ ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, საკმაოდ მცირე ჯგუფი, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით იმყოფებიან ადგილზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის წინ, სწორედ იმ დღეს, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ტერიტორიიდან გაიტანეს დამწვარი 3 პოლიციის მანქანა, ადგილიდან ამ დრომდე არ გაუტანიათ დამწვარი ტრაქტორი, სწორედ ის ტრაქტორი, რომელსაც 2 დღის წინ ამ ადგილზე სამშენებლო ჰესის მშენებლობის სამუშაოები უნდა დაეწყო და ასევე 2 დღის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ამ დრომდე რჩება ადგილზე რეზინის ტყვეები და ასევე ცველმსადენი გაზის ყუმბარები, სწორედ ის ყუმბარი, რომლებიც სამართალდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. ამდიოდიოდა ისროდნენ, თოხებს ისროდნენ, ხალხი ქვებს ისროდა და დავინახე რომ მოება სპეცნაზის მაშინები და ეს მაშინები პირდაპირ ხალხში სროდით გაიარა და წამვიდა ზემოთ მოვისკენ გავიქეცი ახლა ჩემი სოფელია ჩემი ხალხია ხო და ხალხისკენ რომ გავიქეცი რა ხდება მე წავედი პირდაპირ და მან დიდგა ერთ-ერთი პიროვნება და პირდაპირ ხონდა ჩემკენ მოშორილი თოფი და ესე მიმიზნებდა და მე არ გავჩედი ახლა ვიცოდი კი რომ ესროდა მაგრამ არ გავჩედი და ჯოხი იყო მათი ჯოხი ავი მესროდა და მოხდა ეს და იმ დროს არ წავიქეცი და არც გავჩედი წავედი პირდაპირ წავიქეცი პირდაპირ ჩამოვალეს კეცში ხელი ესე აქციულზე გამართრიეს და წამიგდეს ეხქვეში როგორც იმ დღეს ყოველთვის იქნება ასეთი აგრესიული წინააღმდეგობა ჩვენ არ გვინდა არც ჩხუბი არც დავა არც არაფერი გვინდა რომ ჩვენი ერთადერთი ის ალაზანი სიცოცხლის ჩვენი წყარო შევინარჩუნოთ. არავინ მოსულა ხეობაში მოსახლეობასთან და დავაპარაკებოდა. არავინ არ ყოფილა. არავინ არ ყოფილა. პროვოკაცია იყო მთავრობის მხრიდან. 35-ია 50 მარტო ტექნიკა პატარა პიკაპები იყო. 3 რამდენიმე ავტობუსი იყო. 1-200-300 მაინც სპეცრაზმელები იყვნენ მან. ველი შეტაკება იმათ დუბინკები დაუშინეს ჩვენ ბიჭებს. იმათ თუნდაც მივნა გასულიყვნენ ექსკავატორი შეეჩერებინათ. ხო და რომ მიაწვნენ იმათ დუბინკები დაუშინეს. იმის შემდეგ დაუშინეს ჩვენებმა ქვები. დაპირისპირების შემდეგ უკვე 2 დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე პანკისის ხეობაში არ გამოჩენილან მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე ადგილზე არ მოსულა ახმეტის მერი და არც იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე აპირებდნენ ჰესის მშენებლობას. ბუნებრივია მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ისინი კომუნიკაციაზე წამოვიდოდნენ, ამ მისცა მოსახლეობას პირობა, რომ თუკი 90%-ზე მეტი მოსახლის არ იქნებოდა, არ განხორციელდებოდა, თუმცა მოსახლეობა იმედგაცრუებულია
რადგან ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა. მდგომ ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტრო რას აპირებდა დავუკავშირდით პრესამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ბუნებრივია იგეგმება შეხვედრები პანკისის მოსახლეობასთან, თუმცა ისინი ელოდებიან მინისტრის საქართველოში დაბრუნებას. რაც შეეხება ახმეტის მერს, ჩვენ მასაც ვესაუბრეთ და როგორც ის ამბობს, კომუნიკაციის პრობლემა მას მოქალაქეებთან და მოსახლეობასთან არ ქონია და თუ კი კონკრეტულ პანკისელ მოსახლეობას ექნება სურვილი მასთან კომუნიკაციის, ის ამისთვის მზად არის, თუმცა ამ 2 დღის განმავლობაში არც ახმეტის მერი ტერიტორიაზე არ ყოფილა. მოდიან ჩვეულებრივად მინისტრები სხვა მთავრობის წარმომადგენლები როცა მოდიან ჩვენთან რაღაცა ძალიან კარგად სადღეგრძელოების ენით საუბრობენ რომ ჩვენ ძმები ვართ ასე ვთქვათ პრობლემა არ გქონია რა თქმა უნდა ასია და რა თქმა უნდა ასეც გვინდა რომ გაგრძელდება კიდეც ჩემი აზრით უბრალოდ ეს ერთია რომ გქონდა და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გქონდეს მაგრამ მოდით ვისაუბროთ პრობლემებზეც ხო ანუ მოვიდე ერთმანეთს ტაში ვუკრათ და კარგები ვართ ლამაზები ვართ და როცა მიდიან ეს პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება ამ აშენებას დაიწყებდნენ და ეს ამბები მოხდებოდა იქამდე 2 დღით ადრე იმის ადრეც 2 დღის უკან კიდე ერთი შეხვედრა ჰქონდა იგივე მინისტრებთან და პირდაპირ დაუსვი კითხვა ორი კითხვა იყო ყველაზე მეტად რაც ვრცელდებოდა ერთი იყო საჯარო სამსახურში დასაქმებულების გათავისუფლებაზე ემუქრებოდა თუ არა ამათ გათავისუფლება მის გამო რომ ეს ეწინააღმდეგებიან და მეორე დაიღვრება თუ არა სისხლი სასაცილოდ აიგდო ეს კითხვა რა თქმა უნდა არა რა შუაშია მინისტრმა ქეთევან არა ცკიტიშვილმა მაია ცკიტიშვილმა ასე ვთქვათ გაირმა და თქვა იცით რა თქმა უნდა შეუძლია ანუ ისეთ დამოკიდებულება ჰქონდა რომ რა თქმა უნდა ეს არ მოხდება რა სისულელია ხო არ აპირებთ ამოსვლას საუბარს და რასთან დაკავშირებით უნდა იყოს კომუნიკაცია? აი ჰესებთან დაკავშირებით და ამავდროულად ნახეთ როგორი პროტესტი იყო 2 დღის წინ. კი ბატონო, მესმის ხოლმე. ჩემი უშუალო მოვალეობა არის განათლება, დღები, სასველი წყალი. თუ ვიცით კომუნიკაცია შეიძლება როდის ჩემო გარკვეულ არავის არ დაკავშირებს. მე ვეცლებოდი ესე იგი შეხვედრებს, მე ვაძლევდი ინფორმაციას, ყოველთან ერთად შევიდოდი შეხვედრაზე. და ახლა აღარ არის საჭირო მოსახლეობასთან კომუნიკაცია. მოსახლეობასთან დაშევრო მე საჭიროა მე გავშევიდე. პანკისის ხეობაში საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობის დაკავების პროცესი დაიწყოს. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს პროცესი დაიწყება, მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მათ პროტესტის უფრო რთულ ფორმებს მიმართონ. პანკისიდან სალომე უერთაშვილი გვერდებოდა. პანკისში განვითარებულ მოვლენებს მიუღებელს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძისთვის, ვინც ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება ქვეყნის მტერია და აცხადებს, რომ არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. ოპოზიცია კი პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობს აკისრებს ანა ახალაია გაგვეცნობს პოლიტიკურ შეფასებებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი გაუაზრებელი ნაბიჯი, როგორც გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესების დროს მათ არ ახსოვდა. შესაბამისად, ისინი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს აკისრებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნათლად ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას და მათივე განცხადებით სიტუაციის ესკალაცია ხეობაში გამოიწვია. იმან, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით ადგილზე მობილიზებული იყო უპრეცედენტო რაოდენობის სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე დღეს ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ იყო საჭირო 35 პოლიციელის მობილიზება დილის 8 საათზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა დაწყებულიყო ჰესის მშენებლობა. ოპოზიცია ითხოვს შეკითხვაზე პასუხს, თუ ვის იცავდა რეალურად ეს პოლიცია, რატომ გახდა მათი მობილიზება საჭირო, ხომ არ მიუთითებს ეს იმას, რომ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრომ შესაძლოა რაიმე დაძაბულობა ან რაიმე დაპირისპირება ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ისინი ელოდებიან გიორგი გახარიასგან ამ შეკითხვებზე პასუხს ძალოვანი უწყების იმ ხელმძღვანელისგან, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე, ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ. პანკისის ამბავმა აჩვენა, რომ ამ თავრობას და განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ქვეყანაზე, წარმოდგენა არ აქვს კავკასიაზე, არაფერი არ იციან, არც ადამიანებთან არ ურთიერთობიათ, არ დაუწყიათ
ჩასულა ბოლომდე არ უცდიათ აი ყველა ადამიანს დალაპარაკებდნენ ისინი მიჩეულები არიან თქვა სხვის საქმის თქვა გაძღოლას და არ გამოდის ეს არ არის სხვისი საქმე ეს არის სახელმწიფოს საქმე და მე ვთხოვ რომ პასუხისგებლობით მოეპრან ამ ამბავს. თავიდანვე ესე იგი თუ პოლიცია იყო იქ, ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, თუ მანამდე რაღაცა ესე იგი ინციდენტს ადგილი არ ქონია, მაშინ იყო არასწორი გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა ხალხს გააღიზიანებდა, მაგრამ ზოგადად ესკალაცია რატოც მოხდა, ჩემი აზრით ეს არის ნაკლები კომუნიკაციის ბრალი. ეს მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეხება, რა თქმა უნდა, ეხება მთლიანად ყველა უწყებას, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. საერთო ჯამში ეს არის უძალობის დემონსტრირება. რომ გუშინ ჩვენაც ვიხილეთ, ეს იყო უძალობის და უსამართლობის დემონსტრირება და ყველაზე ცუდი კომბინაცია ხო ქვეყნისთვის არის, როცა ხელისუფლება ერთდროულად არის უძლური და უსამართლო. უკეთეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ადგილი ჯერ მოქმედებასთან და მერე ფიქრთან. უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში არც ვიცი რა დავარქვა ამას, იმიტომ რომ კერძოდ ამ რეგიონთან დაკავშირებით ჩვენ ვაფრთხილებდით საჯაროდ და არასაჯაროდ რომ იქ იყო მძიმე ვითარება, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არსებობდა როგორც ძირითადი მოთამაშე და სამართლიანი მოთამაშე და ეფექტური მოთამაშე და ეს ყოველთვის პრობლემაა ნებისმიერ რეგიონში, მით უმეტეს ასეთ რეგიონში, სადაც ტრული ძალების ინტერესები არის კონცენტრირებული. ძალიან დიდი სიბრიყე იყო, რომ ერთი ტრაქტორის მუშაობას იცავდა 35 პოლიციელი. ეს იყო შეურაცხყოფელი, ადგილობრივი მოსახლეობის, ეს იყო გამაღიზიანებელი. რატომ გააკეთეს? ეს ამას უნდა მოეფინოს ნათელი. არ არის გამორიცხული რაღაც შიდა ბრძოლებია მართლა და ვიღაცა ერთმანეთს მოუწყვეს. არ არის გამორიცხული, იმდენად უგუნური ხალხია, რომ ვერ ხვდებიან, რომ ამას რა შეიძლება მოყოლოდა და ჩვენ დავინახეთ რა მოყვა და ფაქტობრივად ლამის გაწირეს რიგითი სპეცრაზმელები. პასუხი ამ შემთხვევაში უნდა აგოს ზემდგომ ხელისუფლებას. ოპოზიციის გარდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ელოდებიან ქართულ ოცნებაში, სადაც პოზიციები შეიძლება ითქვას, რომ ორად არის გაყოფილი. დეპუტატების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მათთვისაც გაუგებარია თუ რა საჭირო იყო ამ რაოდენობის სპეცრაზმის მობილიზება ხეობაში. ასევე მაგალითად დეპუტატი რომან კაკულია გვეუბნებოდა, რომ მისთვის ასევე გაუგებარია თუ რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ მშენებლობის დაწყების დროს ადგილზე მობილიზებულები უნდა ყოფილიყვნენ პოლიციელები, თუმცა ქართული ოცნების რიგებში აღმოჩნდნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესების დროს ადგილი ჰქონდა თავად ადგილობრივების გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროვოკაციებს და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ვინაიდან გამოძიება უკვე აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა პირი, ვინც სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი მეხსიერება იტევს ქვეყანაში არსებული ყველა მშენებლობის უკან მდგარ მთელ ღონისძიებებსაც არასერიოზულია. თუ ამბობს ბატონი გახარია ამას და თუ ამის პრაქტიკა არსებობს და ალბათ არსებობს. თქვენ არ გაინტერესებთ ბატონი? არა, რას თქვია, როგორ არ მაინტერესებს, ეს ჩემი საქმე არის, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები გავაანალიზოთ. ეხლა მაინტერესებს ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ამ წამს უნდა გავიგო ამაზე პასუხი. ბუნებრივია, რომ მინისტრი მოვა დაუსვათ შეკითხვას და მივიღებთ პასუხს, მათ შორის ეს შეკითხვაც რელევანტურია ცხადად. სწორედ ეკონომიკის სამინისტროს თხოვნა არის პირველ რიგში გასაანალიზებელი, თუნდაც ის თხოვნა, რომელიც მან გააკეთა ინვესტორის თხოვნით, როგორც განცხადებაში გაკეთდა, თუ ამასაც რაიმე განსაკუთრებული ძალიან დიდ წინდახედულებას ამ განცხადებაშიც ვერ ვხედავ. მართალი გითხრათ, აქ მთავარია თუ ვინმე ვერ შეაფასა რისკები. რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი განხილული უნდა იქნას, იმიტომ რომ ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი. ფიქრობ, რომ იქ იყო მაინც რამდენიმე ადამიანის წამაქეზებელი ქმედება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია და იცით რა, ანუ ვიდეო კადრები და ქრონოლოგია ძალიან კარგად აჩვენებს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი დაუმორჩილებლობის ტალღა წავიდა და სამართალდამცავებს ფიზიკურად აღარ ჰქონდათ სხვა საშუალება. ამასთანავე არ გამოურიცხავ იმ ფაქტს, რომ ერთეული შემთხვევები იყოს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და არ უნდა იყოს რაღაცა ვერსიების დონეზე და მე ვფიქრობ, რომ რეალურად იქ იყო ადგილზე გარკვეული ადამიანების მხრიდან ამ თემის манипуляция. მე საერთოდ მაინტერესებს, ვისი გადასაწყვეტია ის ადიდგება საქართველოს პოლიცია საქართველოს ტერიტორიაზე. არ ამგონია, რომ ეს ვინმეს გადასაწყვეტი იყო, შესაბამისად ვერავითარ პრობლემას ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავ. თუ არის საუბარი მომენტებულ ადამიანებულ ძალაზე, უკვე მე რაც მოვლენა გამთავრდა, ეს უნდა გამოძიებული იქნას, ისევ როგორც მე იმედი მაქვს, რომ აუმწურავად გაეცემა კითხვაზე პასუხი, რა საჭირო იყო პოლიციური ძალების იქ
გამომობილიზება თუნდაც დასაწყისში რომელ ძალის გადამხდებაზე ვლაპარაკობთ, ეხლა რაც ჩვენ იქ ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის, როდესაც ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ძმობის და მეგობრობის მეტი არაფერი არ ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, არ ვიცი, ეხლა ძმაკაცობით დამთავრებული. ყველა იმ ადამიანს, ვისაც დანაშაული მიუძღვის, აუცილებლად პასუხი უნდა აქვს, იმიტომ არავის არ ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შურნავა რა შეშია საერთოდ, ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება, ყველა ინვესტორის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. იმდენი არასახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინე. მე დავინახე ძალიან ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი, ჩვენი ოპონენტების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რაც დამაზიანებელი და ძალიან საშიშია. ბანკში განვითარებულ პროცესთან დაკავშირებით დღეს შეფასება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბანკის ხეობის მაცხოვრებლებს ესაუბრებოდა მუქარის ენით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორედ ამ ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები გიორგი გახარიას უწყებამ ვერ დასაჯა და ასევე დღეს თინა ხიდაშელმა თქვა ისიც, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ბანკის ხეობაში, შეიძლება ითქვას, რომ იყო ერთგვარი წინაპირობა იმის, რომ განმეორებული იყო 7 ნოემბერი. როდესაც შესაძლოა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბანკში გააყოლოს კერძო კომპანიას პოლიციელები, იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა, ანუ ეკონომიკის სამინისტრომ უთხრა, რომ საფრთხე შეიძლება დაემუქროსო, შენ თუ სახელმწიფო ხარ და სისტემა თუ მუშაობს, არ შეიძლება. წითელი უნდა აგენთოს, როდესაც ინფორმაცია შემოდის, რომ X კომპანია აპირებს ბიზნეს აქტივობას და პოლიცია მათხოვე, რომ ამ ბიზნეს აქტივობას ხელი არ უნდა შეუშალონ. როცა შენ დამნაშავე ხარ მოსახლეობასთან, იმ კონკრეტულ მოსახლეობასთან, რომელიც ქუჩაში გამოგივარდა. მე ამენით არ ელაპარაკები, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა იქ და ჯერ ჟურნალისტებს და პირი მნიშვნელობით. და მე ჩავიდა და იქ მოსახლეობას ემუქრებოდა, რომ კადრ დავივლით და ყველას დავიჭერთო. ის იგივე შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელმაც ვერ მოახერხა, რომ 19 წლის ბიჭის მკვლელი დაეჭირა, დაეპატიმრებინა და პასუხი ეგებინა დღე. და იმ ბრძანების გამცემისთვის კიდე ვინც მაჩალიკაშვილის შვილის კვლევის გაწყვეტილება მიიღო. ესები აქ ყველაზე დაბალი რეგისტრის პრობლემა იყო. 7 ნოემბერი არ დამდგარა არ ვიცი 7 ნოემბერს დილას ჩვენი დარბების გამო, მხოლოდ და ექსკლუზიურად. და ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ მხოლოდ იმიტომ გამოვარდა მთელი თბილისი ქუჩაში, რომ 4 კაცი 4 ოპოზიციონერი ცემეს, კულმინაცია რაღაცა მომენტი დგება, როდესაც ხალხს ნერვები ღალატობს და იწყებს პასუხის მოთხოვნას. ეს დღე ზუსტად ასეთი დღე იყო ბანკში. უფრო კონკრეტულად რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას, როდესაც საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებაზე და რატომ არის ქართულ ოცნებაში პოზიციები ორ ნაწილად გაყოფილი ბანკში განვითარებული მოვლენების და პროცესების შეფასებისას, უფრო მეც მოგიყვებით დღის ამბების მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მისთან ერთად დალევს ყავას შინაგან საქმეთა მინისტრი მსურველები ოპოზიციის შემდეგ მართულ გუნდშიც გამოჩნდნენ. გიორგი გახარიას და ელენე ხოშტარიას ყავაზე ირაკლი სესიაშვილი აპატიჟება. მანამდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიას შეთავაზება მიიღო და ძალოვანი მინისტრი ყავაზე დაპატიჟა. როგორც ელენე ხოშტარი ამბობს, პირველ პოლიციელს ყავას პირადად მოუდუღებს და ბანკის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვებსაც სწორედ ამ ფორმატში დაუსვამს. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მივა. ევროპული საქართველოს მოთხოვნას კი ირონიით პასუხობს. საუბარია ოპოზიციის მოთხოვნაზე გიორგი გახარიას საკომიტეტო სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ დეპუტატებს შესთავაზა დამატებითი კითხვების შემთხვევაში ყავაზე დაპატიჟო. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. ოღონდ თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები და თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა, ნებისმიერი ადგილი დაასახელოს, ნებისმიერი დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, რომ ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ყველაზე სამწუხარო და სავალალო ისაა, რომ სახუმაროდ გახარეს ნამდვილად არ აქვს საქმე. ხა მას თუ მართლა ყავა უნდა შემეძლია დავპატიჟო და მოუყვე რა სტადიაში იმყოფება დღევანდელი ქართული ოცნება გახსნის და დეგრადაციის. უნდა მოვიდეს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში. კარგია რომ იმოს ვინარჩუნებთ ამ პროცესში, ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს ერთად მეც დავაპატიჟებ ფინჯან ყავას.
საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ამ და სხვა საკითხებზე საასაუბროთ ფინანსთა მინისტრი დეპუტატებთან საასაუბროთ მივიდა ოპოზიცია ივანე მაჭავარიანს მწვავე კითხვებით დახვდა ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ივანე მაჭავარიანი კომიტეტში ევროპულმა საქართველომ დაიბარა. რა კითხვები აქვთ დეპუტატებს ქვეყნის მთავარ ფინანსისტთან ხმაურიანის ხდომის დეტალებს გიორგი კიკაბიძე მოგვიყვება. დიახ, ფინანსთა მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დავიწყოთ პირველ რიგში იმ საკითხით, რომელიც მიმართაც დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა ჰქონდათ, ეს არის სიღარიბე. მინისტრი ამბობს, რომ მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. მაჭავარიანის ამ განცხადებას ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოყვა. მოსახლეობაში ცხოვრების დონე ეცემა, არ ვიცი ბატონო მინისტრო, იქნებ თქვენ სხვა ინფორმაცია მოგვაწოდოთ, მაგრამ შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რეალურად გადინებაც საკმაოდ მაღალი გვაქვს ქვეყნიდან და ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება და მე მაინტერესებს უბრალოდ აი როგორ ხსნით ამ ზრდას, როდესაც ვალი უფრო მეტად იზრდება ჩამურად რო აიღოთ ციფრი, სახელმწიფოს ვალი და მოსახლეობის ვალი ერთობლივად რო აიღოთ, რაც ფული იხარჯება ქვეყანაში, ესე რომ ვთქვათ, იმ ნაწილში ბევრად ჩამორჩება ზრდას. თქვენ ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ 2077 წლამდე თქვენთვის არ არის კეთილდღეობა, თქვენთვის არ არის პერსპექტივა და სწორედ ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან. კი არ გადის. პირდაპირ გეტყვით გარბის და აქ მე მაქვს ხელთ და აქ საზოგადოება შემიძლია ვანახო ფაქტ-მექტრის ფაქტ-ჩეკ-ჯიზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, სადაც ფაქტ-ჩეკმა თქვენ ტყუილში გამხილათ, როდესაც თქვენ განაცხადეთ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. პირდაპირ დაგიწერათ ტყუილი. ესეთი მეზობლები, როგორც არის აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ზოგი არის მდიდარი ნავთობით, ზოგია მდიდარი ინდუსტრიით, იქ თუ აი ესეთი დაბალი ზრდებია და ჩვენ ვახერხებთ 1.5%, 2%-ით მეტად ყოფნად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკის და გამართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ვერ დავშორდებით მეტად. აზერბაიჯანში 2% იყო და საქართველოში 10, ბუნებაში არ ხდება, იმიტომ რომ ერთ ბაქანზე ვართ. შეუძლებელი რამეა. შეიძლება არგენტინა ვითარდებოდეს და აქ კავშირი იყოს გაწყვეტილი ჩვენს და მაგათ ეკონომიკას შორის. აქ ბუნებრივად ვერ ხდება, ამიტომ შედარებითი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირისპირება იყო საპენსიო რეფორმის თემაზეც, გარდა ამისა გიგა ბოკერიამ და ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციებზეც დებატეს, მინისტრმა ბოკერიას ლეიბორისტულ პარტიაში გადასვლა ურჩია. გეტყვით პოპულარულ მარტივ ენაზე. აი დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ყავთ და ყავს, მე მყავს შვილი, ჩვენ ყველანი ნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეს. აი სხვაობა გინდა გითხრათ დავიყვანოთ ბატონი იკობას და ჩემ მიდგომებს შორის. ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ. აბა დიდი მე ეს ვიცოთ კიდევ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები ადრე გამბრად ბატონო გია თქვენ ეგ არ გეკადრებათ აი რა არ მეკადრება მე რა მეკადრება თქვენ მეკადრებათ მოდი მორალის კითხვა არ დაიწყოთ თქვენ თო ბრძანეთ და ცუდი ანალოგია გამოგივიდა ძალიან მით უმეტეს როცა ევროპის პრეზიდენტმა იქამდე კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად სახელმწიფოსი აქ ხალხის რომ ჩვენმა ხალხმა არ იცის დაგროვება და ჩვენ ვართ იქ იმიტომ რომ ვასწავლით თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია რაღაც რომ ეს ნიშნავს უფრო მეტ ზრუნავს და უფრო მეც ნერო თუ მან დამაიწყე გინდა თუ არა დიდი მადლობა ამ ზრუნვისთვის. დიდი მადლობა ამ ზრუნვისთვის. ეხა ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხთენილი ფრაზები. თქვენ ხართ თავრობა, რომელიც გვეუბნებით, რომ მოქალაქეები არიან ბავშვები, რომელზეც თქვენ ზრუნავთ. თქვენ ხართ თავრობა, რომელიც ეუბნებით ეროვნული ბანკის სახით და თქვენ აქ დაადასტურეთ რიზერვის პოლიტიკას, რომ ამაღლებაზე ზრუნავთ კულტურის მოქალაქეებს, რომ ხალხმა დაზოგვა არ იცის და თქვენ ასწავლეთ მათ დაზოგვას, ოღონდ იძულებით წაართმევთ ამ ფულს. თქვენ ხართ თავრობა, რომელიც იზახით, რომ იმის გამო, რომ თურქეთშია პრობლემები, სომხეთში, აზერბაიჯანში არ ჩერდება ამ დისკუსიაში. ამიტომ ჩვენ შანსი არ გვაქვს 100 წელი კეთილდღეობას და თავისუფლებას მივახციოთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს და ამ ყველაფერს აფასებთ დადებითად. საგადასხო თვითონ დაკავშირებით. თქვენ თავი მოგწონდათ და სწორი ნაბიჯი იყო ჩვენ მივესალმებით ამ ბაჯის მოგების გადასახადის შემცირების, მაგრამ ეს ყველაფერი დააბალანსეთ უარყოფითი ნიშნით. საწოვის აქციზით, სიგარეტის აქციზით, ეხა საპენსიო რეფორმით და საერთოდ
ჯამში დღეს მეტ ფულს არქმევს თითოეულ მოქალაქეს, ვიდრე ართმევდით 5-6-7 წლის წინ. გაგიკვირდება და მე რო თქვენაირი პოპულისტი ვიყოთ, მე ვიტყოდი რომ აი თქვენ დროს მოხდა 12%-დან 25%-ზე ავიდა 28%-ზე და თქვენ დროს გაიზარდა ტვირთითქო. მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ რომ არა ვარ ეგეთი პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24-მდე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა და რაღა 25-დან 25-6-მდე რო ავიდა, ეს არის ტვირთის გაზდა? ბატონო გიგა, ციფრებთან ახლოს ხართ? 12-დან 24-ზე რო ავიდა, მაგას არ საყვედურობდა. 25.5-დან 25.6-ზე რო ავიდა, მაგას ეძახი რომ გადასახადი გავზარდე? 91 წელი, მაშინ 92 წელი სამოქალაქო ომის გრაფაში იტანეთ 0 რო იყო. სახელმწიფო რო არ არსებობდა. რა მნიშვნელობა აქვს? დაბალი, ხო და ისევ არის არსებობს. 12-ზე ჩამოვიდა, ისე არის არსებობს. მაგას მეუნები კაცო. თუ ჩვენ არ შემოვიღებთ სავალდებულო დაგროვებით სისტემას, უნივერსალური პენსია ან ვერ გაიზრდება, ან თუ გაიზრდება, აუცილებლად მაღალი საგადასახადო ტვირთის შედეგად. მინისტრს დაუპირისპირდა რომან გოცირიძეც. ნაციონალური მოძრაობის წევრმა მინისტრს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის ვალების განულების თემაზე. გარდა ამისა, გოცირიძემ თქვა, რომ მინისტრი კანონს არ ღვევს და დეპუტატის წერილობით კითხვას არ პასუხობს. რომან გოცირიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნა დატოვა. პირწმინდა ტყუილები, არცეც არ უთქვია. სულ ყველა ეხლა წამოვყვები სათთავოთ, მაცადეთ, აი ჩვეულებრივად, ღიად, შეგილიათ. ამასაკის კაც. აი როგორ პირდაპირ ზიხარ და დემაგოგო. ჩემი წერილები დოკუმენტურად წაგიკითხოთ. მოიცადეთ. ექვსი წერილი. კითხვებს მივყვები. არა, კითხვები აქედან იყო, არც ერთ პასუხი არ გამეცი. მე ხარ გეუბნები წერილი არ დაგიწერია თქო კაცო. წერილები დააგდე, კიდე გააგრძელე წერა. არა, გააგრძელებთ კი არა? გაპასუხებინებ და თუ არა და გაგიშვებთ. რას კიდე გააგრძელებ. თქვენი გასაშვები რა ხვდები, მაშინ დაიქცეთ. თქვენ არის 7 გავუშვიათ ეგერ გუჩინ ეკონომიკის მინისტრს ეგონა რომ 20 წელი იქნებოდა. აი ბატონო რომან, ძალიან გთხოვთ, დამშვიდეთ რა. დამშვიდეთ რა ბატონო. მე და თქვენ პირველი დღიდან აგვეწყოთ რაღაცა ისეთი და სულ მინდოდა რომ ამიდან პარადიგმიდან გამოსულიყავი და თქვენთან კამაჩი და რაღაცა ამ კინკლავაში აყოფილიყავი. ხეთზე შავსაუნ ღიად იტყუები და არ გიტოკა. მაგალითი. ამას ხო მოხერხება. ეხლა გეტყვით მაგალითს. გეტყვით ეხლა მაგალითს. კაცო, 2013 წელს 13 წლიდან ვისაც აქტივობა არ უფიქსირდებოდა ბიზნესებს. ავდექი და თქვენი წინა ხელისუფლების რეკეწორების ხელისუფლების გარო იყო გატანჯული ნახევარი ბიზნესი. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაწეროთ გავაპატიოთ გადასახადი იმათთან, ვისაც აქტივობა არ აქვს, ვინც ვეღარ ფუნქციონირებდა, რაღაცა მიზეზებით, ზოგი ობიექტური იყო, მაგრამ ზოგი თქვენი მტაცებლური პოლიტიკის შედეგად და პირდაპირ იცახე რომ კორუფციული სქემაო, იმიტომ რომ იქო მსხვილი თანხები ჩამოვარდა. ერთი კორუფციული მომიტანეთ იქიდან, ეგ იყო პოლიტიკური აქტი, რომელსაც იამაყებს ეს ხელისუფლება და ეს ქვეყანაც. და ესე თეთრ შავს. თქვენი ხელისუფლების დროინდელი რატო ჩამოწერეთ? თქვენი ხელისუფლების დროინდელი ვალები რატო ჩამოწერეთ? ჩვენ ჩამოწერეთ ვისაც არა, აქტივობა ვისაც არ ქონდათ. არა, ტყუილია. ეგრე არის. ჩახედეთ კარგად და ამას დაიმახსოვრეთ. ეს ერთი წავედით ახლა შემდეგი. საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ. კომერციულ ხელშეკრულება როგორ შეიძლება გამოიტანოს თავრობის წერმა, რომელშიც მხარი არ იყო ის იძახოს. რა უბედურებაა ეს? მიხელ მაჭავარიანი დეპუტატების წინაშე ევროპული საქართველოს მოთხოვნის წარსდგა, მისი მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დასრულებულია. გიორგი კიკაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. ლევან ჯიბღაშვილი პოლიციამ ორთაჭალაში ავტომობილით მოძრაობისას გააჩერა, მანქანიდან შემოწმების შედეგად ამოღებულია ჩანთა, რომელშიც გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება აღმოჩნდა. ადვოკატის ინფორმაციით ლევან ჯიბღაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. ლევან ჯიბღაშვილი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ხელს უწყობს გამოძიებას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის თვალსაზრისით. დანარჩენ საკითხებზე ვისაუბრებთ
მას შემდგომ რაც ჩატარდება. ბრალი რა მუხლით აქვს წარდგენილი? ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260 მუხლით. რომელი ნაწილი დანარჩენს? დანარჩენს გამოძიების რომელი ნაწილი? მომდინარე ვერ მოგახსენებთ და ჩემი დაცვის ყოფის ინტერესები გასაღება შედის? ვის ახსენებთ? ახსენებთ თუ რა გახსენებთ? აბსოლუტური სისულელე და მეორე ნაწილზე არის საუბარი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ბოლოს საქველმოქმედო განცხადება 8 თვის თეკლა ხოსიტაშვილს თქვენი დახმარება სჭირდება ჩულს სპინალური ამიოტროფია დაუდგინდა მისი სიცოცხლის გადასარჩენა დაუძილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა მზადა მიიღოს პაციენტი თუმცა პირველ ეტაპზე მკურნალობის დაწყებამდე ავანსის სახით 50,000 ევროს ითხოვენ მკურნალობის სრული კურსისთვის ოჯახს ორჯერ მეტი თანხის მობილიზება სჭირდება დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ნომრებზე შეგიძლიათ დაგვალოდეთ პირდაპირ ეთერში 19 საათზე ვბრუნდებით.